განახდება მეორე ტაიმი. შეგახსენებთ, რომ 2-1 იგებს ბასა. საკმაოდ დაძაბული თამაშია. ესე ჯარიმა იყო, თუმცა მსაჯმა არც ეს დააფიქსირა, აშკარად ხელით დაიჭირა. მოგუტა! ვიგი ბიჭო, ნუ ჩემები. პირველი. მაგვიდა, დაუდა. მიუვიდა სანდრიკას ეს ბურთი გაუგდო ბაქრას, თუმცა აქ დიღმის ფეხბურთელი იქნება პირველი. აქ ცუდი მიღება ბასას ფეხბურთელის და სანაია ადგილზეა ეს ბურთი გამოიტანა. პრესინგს ილავს აქ ბასა და ჯერჯერობით არ გამოსდის. გამოვიდა უკვე მეგრელამ შეინარჩუნა ეს ბურთი. აუგდო სიჭინავან ცენტრისკენ შემოიტანა. ბაქრაძე გაუვარდა აქ ბაქრაძეს ბურთი. მეგრელაზე გაკეთდა ეს პასი. თუ ჩააგდებს აქ მეგრელა. დააფიქსირა მაინც ჯარიმამ საჯმა. აქ ისევ ჯარიმა დაფიქსირდა. ძალიან ხისტად თამაშობენ დიღმის ფეხბურთელები, რა თქმა უნდა. აქ კონჩეტევაზე მოდის დიღომი, გადააგდო ეგ ბურთი, მაგრამ დემია პირველი ამ ბურთზე და ეს ბურთი დიღმის იქნება, ვერ მიუსწრებს ამ ბურთს. ბასას ფეხბურთელი განაახლებს დიღომი თამაშს. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. მოედნის ცენტრში არის ბურთი ძირითადად. ჯერჯერობით ერთმა გუნდმა ვერ გააკონტროლა თამაში. დიღომი ძირითადად თავის ნახევარზეა. და ეგ შორეული გადაკიდება, ვინ იქნება ამ ბურთზე პირველი. და ისევ დემია ამ ბურთზე პირველი. აქ ჯარიმა არ დაფიქსირდა, ბურთზე თამაში იყო საჯის აზრით. ნელა.
აქ ჩხაოს მოხდა ბურთი. ოიპო აქ დიღომა ბურთუნსა დემემ ჩაჭრა ბურთი ჩხაო არის გადაკიდა ჩხაო და აქ დიღმის იქნება ეს ბურთი სანაიამი იყო ეს ბურთი წამოიღო თუმცა დაკარგა აქ დარტყმა კარში და მეკარე ადგილზეა რა თქმა უნდა ჩავიდა იქ კუთხეში ბიჭო ეწოდება და მეკარე არის ამ ბურთზე პირველი. გაბრავა გაიგდებს ამ ბურთს. და გაუტი იქნება ბასასი. იქნება კუთხური. იქნება კუთხური. სტანდარტული პოზიციიდან დღეს უკვე ერთი გოლი გაიტანა ბასამ. იმედია კიდე ერთი გოლის გადანას მოახერხებს. მეკარე ადგილზეა. მთელი გუნდი შეტევაში წამოვიდა. ბაქრამაკ მოიპოვა ბურთი. უმცირესობაში არიან ბასფეხბურთელები, თუმცა მეგრელამაკ შეინარჩუნა ბურთი. წერაფი გათამაშება. აქ ჯარიმა უეჭველი. უკვე მე რამდენჯერ ითამაშა ამ ფეხბურთელმა მსგავსად და ყვითელსაც იმსახურებს ჩემი აზრით.
ჭხავ ჩაჭრა ეს ბურთი შორეული დარტყმა. ყველასაც და აქ ბურთი. ეკარესია ეს ბურთი, რა თქმა უნდა, დაწყარდეს თამაში. ამახსოვრებული ჯარიმა დაფიქსირდა, სწრაფად ჩააგდო აქ. დიღომა ბურთი, დემეტრე მოიგერია ეს ბურთი. აქ წესით ბასამ უნდა მოიპოვოს ეს ბურთი, თუმცა კარგად თამაშობს დიღომი და აი აქ არის შანსი. ძალიან დააგვიანა აქ დიღის ფეხბურთელმა, დარტყმაც, პასიც და აქ უკვე კარგად ითამაშა. ბას ფეხბურთელმა გაანეიტრალა ეს მომენტი. ჩაკიდება, მიიღო ეს ბურთი. სადრო შორეული გადაკიდება. ეკარესია ეს ბურთი. არა უშავს ბიჭო, დარჩი, მან დარჩი. მიიღე, შევ აქ აუტია. დემე აქ მეგრელა უნდა იბრძოლოს ამ ბურთზე. აქეთ ვინ არის, არავინ არ ყავს, ცენტრი გათავისუფლდა და ამით ისარგებლეს დიღის ფეხბურთელებმა, ფლანგზე გადატანა კარგი. და გავიდა, გაძვრა ეს ბურთი და აქ სანდრო მიიღებს ამ ბურთს. შეუყოლა აქ ჩაბრავა მიიღო ეს ბურთი, თუმცა აქ დიღვის ფეხბურთელი პირველი იქნება ამ ბურთზე. ეს მეკარის იქნება ეს ბურთი, რა თქმა უნდა. ახლოვით მე-15 წუთია, 20 წუთი დარჩა კიდე სათამაშო. გადაახტა ეს ბურთი, ჩაბრავა უნდა ითამაშოს ამ ბურთზე, თუმცა ჭხავ მიიღო ეს ბურთი.
ტიკონ გააყოლა ეს ბურთი მეგრელას, თუმცა მეგრელამ დააგვიანა აქ მოძრაობა ცოტა ადრე უნდა დაიწყო. თუმცა პასი ცოტა არაზუსტი იყო. თული იქნებოდა ამ ბურთის მიღება. კარგი აქ მეგრელამ ვერ მიიღო ეს ბურთი. და იქნება დიღმის აუტი. აი, უჩქარო, არის დრო. არის დრო. ჩხეი, ბიჭო, ამას კაცი. ჩხაო მიიღო ეს ბურთი. დიღომს დარჩა ეს ბურთი. დარტყმა და მეკარის იქნება ეს. მეკარის იქნება ხო? პასი მიეცი, მაცელად, არა სამუშაო. ჯარიმა დაფიქსირდა აქ. ჩაგდება საჯარიმოში. აქ მეკარია პირველი ამ ბურთზე. შეგწრება ამ ბუთის აბარდება? მიდი ჩაგრავა. მიეხლა. როგორც აღმოჩნდა აქ ბასასია ბურთი. ამოდი. ჩავარდა ეს ბურთი საჯარიმოში, თუმცა თითქმის ფეხბურთელი იყო პირველი. ეს ჯარიმა არის, რა თქმა უნდა, წესით ყვითელსაც იმსახურებს აქ. კი ბატონო, მიიღებს ყვითელს დიღმის ფეხბურთელი. ჯარიმა დაფიქსირდა. გაუთამაში. მოვიდა. კიდე ერთი ყვითელი დაფიქსირდა, ამჯერად ბასას ფეხბურთელმა მიიღო ყვითელი. საკმაოდ დაძაბული თამაშია, როგორც მოგახსენეთ.
ჩაგდება. ჩხავამ გამოიტანა ეს ბურთი. მეკარესია ბურთი. აქ ხელი დაფიქსირდება. ნიკოლოს ამოიწიე. დაკე. შეცდომა დაუშვა აქ ციკომ. მაგრამ თვითონვე გამოასწორა ეს ეპიზოდი. კიდევ ერთი კუთხური, რომელსაც დიღომი მოაწვდის. დიღომ შეიძლება რა თქმა უნდა მოგება და მცირედი უპირატესად დიღვის ხარის გადავიდა შეტევაში დიღომია უმეტესად. და გადავიდა არასწორი ჩაწოდება. უბრალოდ არაზუსტი. ცვლილებას თხოვს ბასას წვრთნელი. ეგრელა გადის. აიწიეთ, ბიჭო, ცოტა ცენტრი შეავსე. სუდურჯები არიან ცენტრში. არ დაუშვა. და ბასასი იქნება ბურთი. კარგია ეს, რადგან ბოლო წუთებს დიღომი ბასას ნახევარზე ატარებს და ჭირდება ბასას წინამოსვლა, რათა მცველებმა დაისვენონ ცოტათი. და თუ მოიპარა ეს ბურთი პავლიკამ, ვერ მოიპარა ეს ბურთი. და ჯარიმა დაფიქსირდა. როზე დაუთამაშე, როზე. დაატრიანი, შედი საჯარიმო. თამაშგარე დაფიქსირდა. პასი რომ არ გაეკეთებინა, პირდაპირ დაერტყა თამაშგარე არ იქნებოდა, მაგრამ რადგან პასი გააკეთა დაფიქსირდა თამაშგარე.
ცოტა დააკდა პავლიკას ეს ბურთი რომ მიეღო. აქ სანაია მოიპოვა ეს ბურთი, თუმცა შემდეგ ცუდი პასი გააკეთა. დიღმის არის ეს ბურთი. ახლა 25 წუთია, 10 წუთი დარჩა კიდევ სათამაშო. შეყოლება სადა აქ ჩხავონ, თუმცა გამოიცნეს აქ. და ბასასია ბურთი ბოლომდე იბრძოლა აქ ციკომ და შექებას იმსახურებს. რატო დაფიქსირდა აქ ჯარიმა აუტის მოწა? აი ისევ იგივე. ეხლა უკვე დიღომა დაარღვია, ეს უკვე ცხადი იყო რომ მოედანზე ქონდა ფეხი. სავარაუდოდ იგივე შესაძლოა დაუშვეს ბასას ფეხბურთელებს, თუმცა ვერ დავინახე. ეს რა თქმა უნდა უკვე ბასასი იქნება ეს ბურთი. სტრაფი გათამაშება, აქ სტრაფი პასი არის, ხა საჭირო აქვს ბურთის დაკარგვა, არ შეიძლება. ეს ბურთი თუ არ გადავიდა, მაგრამ ვერ ითამაშა ამ ბურთზე ჩაბრავა. დიღმის კაპიტანია ბურთით გადატანა ფლანგზე, თუმცა აქ პასამ თითქმის მოიპოვა ბურთი, თუმცა როგორ შეინარჩუნა აქ ბურთი. აქ და ვერ შეძლო პავლიკამ სწორი პასი გაკეთება. თუმცა აქ დიღმის ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლა, გაუგდო ეს ბურთი ჩაბრავას, მაგრამ და იქნება აუტი თუ მიუსწროს აქ მიუსწრო. არ გადაახტა ეს ბურთი აქ დიღმის ფეხბურთელს, თუმცა აქ ბასასი იქნება ეს ბურთი, გაუგდეს ჩაბრავას, თუმცა აქ ჩაბრავა ვერ გაისწორა, სწორად მარცხნივ რო გაეყოლებინა ეს ბურთი შანსი არ ექნებოდა აქ დიღმისთვის, იმიტომ რომ 1-1-ზე იყო და მარტივად გასწევდა, რადგან სისწრაფე კარგი აქვს ჩაბრავას. არც ეს გადაცემა გავიდა, მაგრამ ერთხელაც იქნება გავა ეს გადაცემა. არც ეს გადაცემა გავიდა, ყველა გადაცემა ჩაჭრა დიღომა. ჩქარობს ბასა საჯარიმოდან ამოსვლას, არ უნდა რომ საჯარიმოში ბურთი დაკარგოს და ამ სიჩქარეში არასწორი პასები გამოდის. აქ ჩაატრიალა დიღმის ფეხბურთელმა, აქ დემე ითამაშებს ამ ბურთზე, ესე ჯარიმა იყო, თუმცა არც ეს დააფიქსირა საჭმა, იჭერდნენ აშკარად 80 ნომერს დემეტრეს. აქ ბაქრაძე თამაშება. გადმოტანა, თუმცა ბასას ფეხბურთელმა შეეძლო ეს ბურთი მიეღო უბრალოდ და ისევ და გარედან კუთხური არის კუთხური უცოდ ვერ მივხვდი რა მოხდა არც გოლი აღნიშნეს არც ფეხბურთელები ამოდიოდნენ ზევით და აღმოჩნდა რომ კუთხურია
გადარჩა კიდევ ერთ ეპიზოდში პასა. აწოდება. და კიდევ ერთხელ გადარჩა ბასა, ვინაიდან დიღმის ფეხბურთელმა ითამაშა თავით ამ ბურთზე და უბრალოდ კარში ვერ გაუშვა ბურთი. 29 წუთია. რამდენია დამატებული და რამდენია დარჩენილი, არ ვიცი. მოაწოდა დემემ ცენტრში, ამოიტანა ეს ბურთი. პავლიკა ითამაშებს ამ ბურთზე და ჯარი არ დაფიქსირდა. და აქ ბასასი იქნება ეს ბურთი, თუმცა არა, დიღმის ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლა. დაგდება. აქ ვინ არის? დაიბლოკა ეს დარტყმა, შემდეგი დარტყმა და ეს მეკარემ რა ბურთი მოხსნა აქ უბრალოდ. როგორც ჩანს მეკარეს არ მოუხსნია ეს ბურთი, რადგან კარიდან განახლდება თამაში. პავლიკა იბრძოლებს აქ ამ ბურთისთვის, თუმცა ვერ მოიპოვა და ეს ბურთი მეკარესი იქნება. ოჩაღაკ არ გადააზღვია ბასას ფეხბურთელმა. აუტი იქნება. ამოიტანა ეს ბურთი პავლიკამ, თუმცა სასახელ პოზიციაში მიიღო და აქ მეკარე იქნება. ძალიან ჩქარო, ფუტუს მაქინა კაი აღება შეიძლება. ჩქარო გზა. არა უშავს, აი ყურადღება. კარგია, თუმცა ცოტა ზემოთ გაუვარდა ეს ბურთი. ითამაშა აქ დემემ. არ იყო აქ ჯარიმა აშკარად, არ დაჯახებია, უბრალოდ ტანით აჯობა და ეს ჯარიმა არ უნდა ყოფილიყო, თუმცა საჯმა ჩათვალა, რომ ეს ჯარიმა არის. გორსკი ჩადი. გორსკიზე გაუშვა. ჩაგდება აქვინარი და გადარჩა ბასა კიდევ ერთ მომენტში. ბევრი მომენტი ექნება დიღონს, თუმცა ვერ იყენებენ. ორი წუთით დაემატა. გორსკი მორჩა თამაში. ყველანი ჩადი დედიკაციის გამო. ცოტა მაგალი და აკრიანი. და მეკარესია ეს ბურთი, თუმცა მეკარეზე თავდასხმაც იყო აქ. ცენტრის მოპოვებისთვის მიდის აქ ბრძოლა. და პავლიკამ გაუყოლა აქ ჩაბრავას აქ სისწრაფე. თავარი აქ ბურთი შეინარჩუნოს ახლა. მაგრამ დაკარგა აქ ბურთი, კარგად ითამაშა დიღმის ცელმა. კარგი გათამაშება აქ.
მოხდა აქ დიღმის ფეხბურთელს აუტი ბასასი იქნება. აქ შანსი ბასას ჩაგდება თავი, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. ამოიტანე რატი ყველანი ამოდი ყველანი აჩეინება შორ და დასრულდა ეს თამაში. დასრულდა ბასას გამარჯვებით. აიღო რევანში ბასამ. წინა თამაში 4-1 წააგო დიღონთან და თავის სტადიონზე დაამარცხა 2-1. საკმაოდ დაძაბული თამაში იყო. ყოჩაღ ორივე გუნდის ფეხბურთელებს უშეყავათ ბრძოლისთვის. ნახდათ იბრძოლეს, კარგი ბრძოლა დადეს, თუმცა დღეს ბასა იყო უკეთესი. პირველ ტაიმში გატანილი 2 გოლის ხარჯზე ბასამ მოახერხა თამაშის მოგება და შევხვდებით მომავალ თამაში დაგემშვიდობებით.